ბევრი მეკითხება, ვინ არიან იმერლები, გურულები, კახელები, რაჭველები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საქართველოში არსებობს რამდენიმე ტომი, ეგრეთ წოდებული დამფუძნებელი ტომები, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ხაზი გენეტიკური. გურულები არიან ნახევრად მესხები და ნახევრად კოლხები. აჭარლები არიან რასაკვირველია კოლხები. დასავლეთ იმერეთი არის კოლხური, აღმოსავლეთ იმერეთი არის იბერიული. ლაზები არიან მესხები მაგალითად, ლაზები არ არიან კოლხები, გენეტიკურად ასეა. მთის აფხაზეთი არის სვანური, ხოლო ბარის აფხაზეთი არის კოლხური. ქართლელები რასაკვირველია იბერიელები არიან. კახელები, ნაწილი კახელების არის კოლხური, ნაწილი კახელების არის იბერიული. თუშები არიან კოლხები. ბევრმა არ იცის ეს, რომ თუშები კოლხები არიან. ძირძველი რაჭველები არიან კოლხები, მაგრამ რაჭაში ომიანობის პერიოდში, ეს არ გვაკლდა რასაკვირველია, ქართლიდან ნაწილმა მოსახლეობის აინაცვლა რაჭაში და ნაწილი რაჭველების არიან ქართლელები, ანუ იბერიელები და ნაწილი არიან კოლხები. ჩრდილო კავკასიაში მაგალითად ყაბარდოელები არიან სვანები. არსებობდა ასეთი სვანური ტომი წანარები, რომლებიც ცხოვრობდნენ დარიალს მიღმა, ანუ დარიალს ჩრდილოეთიდან კეტავდა სვანური ტომი წანარები, სამხრეთიდან კეტავდა კოლხური ტომი თუშები. დაღესტნის ტერიტორიაზე ჰენიოხების პირდაპირ შთამომავლები, ჰინუხების ტომი, რომლებიც რამდენიმე ასეული ადამიანია შემორჩენილი და რომლებიც გენეტიკურად მათ შორის არიან კოლხები. დაღესტნის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეულ კილომეტრში კახეთიდან ცხოვრობს გინუხების, იგივე ჰენიოხების ტომი და საერთოდ არ იციან, რომ ისინი არიან კოლხები და ცხოვრობენ დაღესტნის ტერიტორიაზე. დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოსახლებული ყივჩაღები ცხოვრობენ ყარაჩაიში, ცხოვრობენ დაღესტანში და არიან ნოღაელები, კიუმიკები, დარგინები და სასაკვირველია სამცხე-ჯავახეთში ეგრეთ წოდებული ყარაპალპახების ტომი არის ყივჩაღური ტომი, არანაირი კავშირი არ აქვს თურქებთან, მით უმეტეს სელჩუკებთან და მათ შორის საქართველოში რამდენიმე გვარი არსებობს. დავით აღმაშენებელს ყივჩაღები არ ჩაუსახლებია ცენტრალურ საქართველოში. დავით აღმაშენებელმა ყივჩაღებით გაამაგრა საზღვრები, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიის გადასასვლელი მამისონი გაამაგრა და ჩრდილოეთ საზღვარი დაიცვა ალანების შემოსევისგან, ვინც არ იცით ყივჩაღები ალანებს მტრობდნენ. ამიტომ დავით აღმაშენებელმა მოიხმო ის ხალხი, ვინც გაწაფული იყო ალანებთან ბრძოლაში. შესაბამისად ალანებსა და ქართველებს შორის ჩაასახლა ეს ხალხი, რომ ვერ გადმოელახა ალანებს კავკასიონი. და ეს ხალხი დღეს არის ყარაჩაელები, დღეს არის კიუმიკები, დღეს არის ნოღაელები, დღეს არის დარგინები და ყარაპალპახები თუ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყივჩაღები. სელჩუკები არანაირ კავშირში არ არიან თურქებთან, სელჩუკები არიან კიმერიელები. ისევე როგორც თათები, იგივე თათრები. ვიღაცები რო საუბრობს თურქი მესხები, თვითონ თურქები არ არიან თურქები და თურქი მესხები იქნებიან თურქები? ასეთ რიტორიკულ შეკითხვას დავსვამ. უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ. უფალმა მართალ გზაზე გატაროთ.